ერთ სოფელში ძალიან ღარიბ ხატაკი კაცი ცხოვრობდა. ძალიან უჭირდა. თითქმის მშიერი დადიოდა, ფეხზეც კი არაფერი არ ეცვა. დღეში დადიოდა და ნადირობდა. მაგრამ ხაფანგში თუ კურდღელს დაინახავდა და კურდღელი ცოცხალი იყო, აუცილებლად გაანთავისუფლებდა ხოლმე. ერთხელ წერო ნახა, ფრთაში ისარი ქონდა გარჭობილი, ამოაძრო ეს ისარი და გაუშვა. ასე გადიოდა დრო. ერთხელაც იწვა და ეძინა. გარეთ ძალიან ცუდი ამინდი იდგა. წვიმდა. ჭექა ქუხილი იყო. უცებ გაიგონა, რომ მის კარზე კაკუნია. გაუკვირდა ნეტა ამ შუაღამისას ასე ცუდ ამინდში ვინ მოვიდა ჩემთანო. გააღო კარი და ხედავს გალუმპული წვიმისგან გოგო დგას. გოგონა შემოტრიალდა და ეუბნება. იცით, თუ სახლში შემომიშვებთ და ამ წვიმას გადამარჩენთ, ძალიან შეძლებულ და მდიდარ ადამიანად გაქცევთ. არაფერი არ მოგაკლდებათ ცხოვრების მანძილზეო. კაცმა უთხრა, რა თქმა უნდა მობრძანდით, აგერ პატარა ოთახი მაქვს, იქ შებრძანდით და იცხოვრეთ, მე ხელს არ შეგიშლითო. გამოხდა ხანი. მართლაც ამ კაცის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. მეზობლებმაც შეატყეს ეს ყველაფერი. კაცმა ლამაზად ჩაცმა დაიწყო, ფეხზეც ძვირფასი ფეხსაცმელები ეცვა, სახლით შელამაზდა, კვამლიც ამოდიოდა. მიხვდნენ, რომ ამ კაცს ფული გაუჩნდა. თან ერთი მეზობელი ძალიან ჭორიკანა იყო და ინტერესიანი. ნახა, რომ ერთი-ორჯერ ქალაქის ბაზრობაზე წავიდა ის კაცი, რაღაცა ფუთა ეჭირა ხელში. იქიდან კიდე ხელები ჯიბეში ჩაწყობილი არხეინად ბრუნდებოდა სახლში. ერთხელაც ამ კაცთან ძალიან ჭორიკანა მეზობელი მოვიდა. გამარჯობა შენი. გიყურებთ და ძალიან გამოსწორდა შენი ცხოვრება. გამდიდრებულ ხარ, მოსუქებულ ხარ, კარგად ჩაცმულიც ხარ. ნეტა რა ხდება შენს თავსო? კაცი მოუყვა, ასე და ასე. გოგონა ცხოვრობს ჩემთანო, ქსოვს ნაჭრებსო, მერე მე ეს ყველაფერი მიმაქვს და ბაზარში ვყიდიო. ამ ფულით კიდე აი ასე გამოსწორდა ჩემი ცხოვრებაო. ნეტა რა ნაჭრებს აკეთებს ამისთანას, ან რა ნაჭრებს ქსოვსო? ღმერთო ჩემო, თუ ასე კარგად ქსოვს და ასე ძვირფას ნაჭრებს აკეთებს, მოაქსოვინე მეტი, დიდ ქალაქში წაგიყვან და ბევრ ოქროს გაშოვნინებო. არა, იცი საქმე რაშია, ყოველი ღამის მერე მთელი ერთი კვირა მერე ძალიან დასუსტებულია და ძიმე ავანტყოფი ხდებაო. მერე რა? უთხარი დააშინე, მოგიქსოვოს ბევრი, თუ არა და სახლიდან გაგაგდებთქო, საჭმელს არ გაჭმევთქო, ბევრი ფული არ გინდა იშოვო. მინდა? როგორ არ მინდა? ვეტყვი, რომ ბევრი მოგსოვოს. ბევრი მოგსოვოს. მეზობელი წავიდა თუ არა? კაცი გოგონას ეუბნება. იცი რა? მე ვიცი, რომ ბევრის მოგსოვა არ გიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა მოგსოვო. რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ რომ ბევრი ოქრო უნდა ვიშოვო, რაც შეიძლება ბევრი და ძალიან გავმდიდრდე. თუ არა და ჩაგკეტავ მაგ ოთახში და საჭმელსაც არ გაჭმევო. გოგონა ძალიან შეწუხდა. ცრემლებიც კი მოადგა, მაგრამ არაფერი არ უთხრა. ერთადერთი სათხოვარი მაქვსო.
ერთადერთი სათხოვარი და ძალიან გთხოვ ეს საიდუმლოდ შეინახეო. მე როცა შევალ ოთახში, არც ერთი წამით არ შემოიხედო. რაც არ უნდა დიდი ხანი დავყო იქო. არაფრით არ შემოიხედო, პირობა მომეციო. რა თქმა უნდა, პირობას შევასრულებ, იმიტომ რომ ბევრი ოქრო მჭირდებაო. ბევრი ოქრო. გოგონა შევიდა ოთახში და ჩაიკეტა. ცოტა ხნის მერე ისევ მეზობელი მოდის და ეკითხება ამ კაცს. არ გაინტერესებს რა ხდება ოთახში? წამოდი შევიხედოთო. არაო, არა, სულაც არ მაინტერესებს, თავარია მოგსოვოსო, იმიტომ რომ პირობა მივეციო. ნეტაი შენ, ინტერესი მკლავს. წამოდი ერთი შევიხედოთ. ჭუჭრუტანაში მაინც შევიხედოთო. კაცს ცნობის მოყვარეობა მსძლია. წამოდგა, ფეხაკრეფით მივიდა ოთახთან. მონახა ჭუჭრუტანა და შეიჭყიდა. კაცმა დაინახა, რომ გოგო წეროთ იყო გადაქცეული. წეროთ, რომელიც ბუმბულებს თავისი ტანიდან იგლიჯავდა. მიხვდა, რომ იმ სასწაულ ნაჭრებს წეროს ფრთებიდან ქსოვდა. წეროს ბუმბულებისგან. მიხვდა, რომ ეს ის წერო იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ გადაარჩინა. ფრთაში ის არის, რომ ქონდა გარჭობილი. მიხვდა, რომ წერო მოვიდა გოგოს სახით, რომ მისთვის მადლობა გადაეხადა. კაცი მიხვდა, რომ პირობა დაარღვია და ამისთვის ძალიან დაისჯებოდა. წერო გაფრინდა. კაცი კი ნელ-ნელა თავის ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ღატაკს და მშიერს. დაიმახსოვრეთ, არასოდეს არ უნდა დაარღვიოთ პირობა. არასოდეს არ უნდა დაარღვიოთ მიცემული პირობა.